Სამობით ბატონო პრემიერო, სამიტთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ პირველ რიგში ხვალ-გამოხვალ სიტყვით ღონისძიებაზე, რაზე გააკეთებთ აქცენტებს, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნება? ძალიან მნიშვნელოვანი სამიტს ვესწრებით აბუ-დაბიში, რომელიც ძირითადად ეხება ეკონომიკურ საკითხებს, ენერგეტიკის საკითხებს, დღეს მონაწილეობა მივიღე გახსნის ღონისძიებაში და ასევე დღევანდელი დღის განმავლობაში მქონდა საშუალება შეხვედროდი კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებს, განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების საკითხები, ისეთ სფეროებში, როგორც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სხვა მიმართულებები და ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად ურთიერთობების განვითარებას ქვეყნებს შორის და ასევე კონკრეტულ კომპანიებთან. პოტენციალი ძალიან დიდია, საინვესტიციო პოტენციალიც არის ძალიან დიდი, შესაბამისად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განავითაროთ. ხოლმე იქნება გამოსვლა სამიტზე, აქ ძირითადი თემატიკა იქნება ენერგეტიკის საკითხები, დაკავშირებადობის საკითხები და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით და იმ გეგმებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით დასაქმება. თქვენ საუბრობდით შეხვედრა დიდოხლუსის წარმომადგენელთან, რომ გითხრათ, რაზე გაამახვილებთ ყურადღება? ჩვენ განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში, ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, როგორც მოგეხსენება საქართველოს ისტორიაში. ჯამური მოცულობა არის 6.5 მილიარდ დოლარზე მეტი, შესაბამისად, ბუნებრივი ეს ინვესტიცია განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას. ეკონომიკაზე საუბრით, რომ გავაგრძელოთ, გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მონაცემები 25 მილიარდზე მეტია და 10%-ით არის და როგორც ექსპორტიც გაიზარდა, მათ შორის რას მოაქვს ეს შედეგები? თქვენ იცით, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ძალიან დიდი ინვესტიციები ცდება ამ ყველაფერში, გაქვს კონკრეტული პროექტები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას და ხელს უწყობს ზოგადად ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით. დეკემბრის მონაცემები არის ძალიან შთამბეჭდავი, 22.5%-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ აღმოვხვრათ ის დისბალანსი, რომელიც არის იმპორტს და ექსპორტს შორის, ბუნებრივია ასეთი მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულად მაგალითად ჩინეთთან ვაჭრობას რაც შეეხება, თვირთების ნაკადი არის წლის განმავლობაში მიმდინარე მონაცემებით 52%-ით გაზრდილი. ყველა მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის ზუსტად ამ მიმართულებით. ეს არის დაკავშირებადობა, ეს არის ტრანზიტი, ეს არის ჩვენი საექსპორტო პოტენციალის განვითარება. ძალიან ბევრი რამ კეთდება, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სხვადასხვა სამთავრობო უწყების მიერ და მიმართულებით ძალისხმევა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი სამუშაო პროცესი დაიგმილი, როგორც მოგეხსენებათ, პარალელურად იქნება პარლამენტში დროებითი კომისია და ასევე სამთავრობო კომისიაც არის შექმნილი. ჩვენ უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში გეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. ესენი არიან დისტრიბუტორები, ესენი იქნებიან ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ესენი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებსაც აქვთ ქართულ ქსელებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესი. ამ შეხვედრების საფუძველზე, რა თქმა უნდა, მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში. მაგალითად, ნეიტრალური საქართველო ითხოვს ასეთ კომისიებში მუშაობას, ბატონო პრემიერო, რამდენად ექნებათ აი ასეთ ჯგუფებს კომისიებში მუშაობის შესაძლებლობა თუ სხვა ფორმით შეუძლიათ მოაწოდონ გარკვეული რეკომენდაციები? თუ კი ვინმეს შეუძლია თავის წვლილი შეიტანოს კომისიის წარმატებით მუშაობაში, დაარსთავარია თავისუფლად შეიტანოს შედეგის მიღწევაში, რასაც ქვია ფასების დაწევა, რა თქმა უნდა, ყველას კარი უნდა იყოს, ბუნებრივია, ყველასთვის უნდა იყოს კარი ღია. ეს ეხება როგორც სამთავრობო კომისიას, ასევე ეს უნდა ეხებოდეს, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კომისიას. რა თქმა უნდა, ასეთ პირებს, თუ მათ აქვთ კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული საინტერესო იდეები, რა თქმა უნდა, ყველას უნდა მოусმინოს საპარლამენტო კომისიამ და ასევე იგივეს გააკეთებს ბუნებრივია სამთავრობო კომისიაც. ბატონო პრემიერო, რამდენიმე შეკითხვა მექნება და მაიას სანდოს განცხადებით გავიწყებ. პირველ რიგში ჩვენ შეგვეუბნებიან, რომ მოლდოვა
სანდოს ხელმძღვანელობით მიდის გაცილებით უფრო სწორი გზით, მაგალითად ევროპისგან ვიდრე საქართველო. ამ შემთხვევაში, როდესაც სანდოს განცხადება მოისმინეთ, როგორი იქნება თქვენი შეფასება, როდესაც ეს მოვლენათან მიერთება ისწავლება? ჩემთვის პირველ რიგში ვიტყოდი გასაოცარია ასეთი განცხადება. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ ზადა ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ. როდესაც ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ლიდერი, არც ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს. ამაზე, ძალიან სამწუხარო მოვლენაა, ბუნებრივია ეს მოლდოვისთვის, ამ ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისში. დარჩენი არის ბუნებრივია თვითონ მოლდოვის საქმე, თვითონ გაერკვევიან ალბათ საკუთარ საკითხებში. დონალდ ტრამპის განცხადებაზე და მედია ორგანიზაციებისათვის 1,6 მილიარდი ევროს გადაცემას გეგმავს, რამაც თავად ევროსტრუქტურებში გამოიწვია უკმაყოფილება. ევროპარლამენტარები აცხადებს, რომ არ სურთ ევროპელი გადამხდელისფული NGO-ს საფრანგეთში მოქმედი პოლიტიკური აქტივისტის მოხმარდეს, როგორია სწორად. თქვენ იცით, რომ დაიხურა USAID, NIDI, სხვა შესაბამისი ფონდები, ეს იყო ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ფონზე ხედავთ, რომ არაფორმალური ძალები, რომელსაც აქვთ ჭარბი გავლენა, konkretულად ევროპაშიც პოლიტიკურ პროცესებზე, გეგმავენ, რომ ევროპული ფონდები გამოიყენონ იგივე, ასე ვთქვათ, მიზნების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ამისგან. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენში და საქმეებში. ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის მიერ საქართველოში. ეს არის ჩვენი ძალიან კაფე ოპოზიცია. სწორედ ეს არის ასახული გამჭვირვალობის შესწავლების კანონში, გრანტების შესწავლების კანონში, საქართველოს კანონმდებლობაში და ბუნებრივია ბოლომდე დავიცავთ ამ პრინციპს. ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში ქართული ხალხის მიერ. დონალდ ტრამპი წუხს იმის გამო, რომ როგორც თვითონ ამბობს, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და მას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მისი რეფორმირება. ვიცით, რომ ამაზე დიდი ხანია საუბრობს საქართველოს. საუბრობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ზოგიერთი ლიდერიც საუბრობს ამის შესახებ, მაგრამ როცა ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რა წონას იძენს ასეთი განცხადებები? ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა კარგია, რასაც ლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იგივე იმეორებს ახლა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის რეალურად ის სინამდვილე, რომელიც არის შექმნილი ევროპაში. ეს არის ის უარყოფითი ტენდენციები, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რაზეც დღეს საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი თავის თავში იპოვის რეფორმირების ძალას. რეფორმირება ჭირდება, რა თქმა უნდა, ევროკავშირს, ეს ყველაფერი ჭირდება სასიცოცხლოდ. რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას უკვე მომავალი დაგვანახავს. თქვენ გახსოვთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია. ამ კამპანიის ერთადერთი მიზანი იყო ჩარევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში, უცხოური ჩარევის, ასე ვთქვათ, ჩარევისთვის ფონის შექმნას ისახავდა მისნად ეს კამპანია და ჩვენ აქაც წარმატებით დაუპირისპირდით ამ კამპანიას და არავის მივეცით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის შესაძლებლობა. და ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში. ძალიან დიდი პრობლემები აქვს ამ ქვეყნებს თვითონ სასამართლო სისტემაში. ჯერ გახსოვთ მაგალითად იგივე რუმინეთის საქმე, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ხო, მძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში არაერთ ევროკავშირის ქვეყანაში. ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ წარმატებით დაუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა. ბატონ პრემიერო, უნდა გითხოთ დაკავებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, მან აღიარა პროექტების გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ქართული ოცნების გუნდისთვის რას ნიშნავს ეს და რა შეფასება შეიძლება აქეთ საკითხის? ერთ-ერთი რამ შემიძლია თქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანურად ჩემთვის არის უბრალოდ სამწუხარო, რაც მოხდა. მაშინ ერთი კითხვა მაქვს დარჩენილი, ქართულ ოპოზიციას მინდა დავუბრუნდეთ. იყო საუბარი იმაზე, რომ თავად ნაციონალურ მოძრაობაში არის გარკვეული პრობლემები, ზოგადად აი ამ პარტიის ბედს და ქართული ოპოზიციის ბედს სამომავლოდ როგორ ხედავთ?
Ну, პრინციპში ეს მათი საქმეა, მაგრამ ასევე ვიტყოდი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სისტემაში პროცესები განვითარდეს სწორი მიმართულებით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარება შევუწყოთ ხელი. ამას ემსახურებოდა ის არჩევანი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ უნდა იყოს ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ეს პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამოძრავებთ მთელი ამ წლების განმავლობაში არაკონსტიტუციური იმისნები და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან პოლიტიკურ სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის. ასეთი ახალი პარტიები უნდა შეიქმნას, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ ჯანსაღ ქართულ სისტემაში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ სწორედ ასეთი გამართული დემოკრატიული სისტემა.